ხმის დაფიქსირების შემთხვევაში 25-19-ზე გულათა რაოდენობა და პირველ და მეოთხე ადგილზე დარჩებიან ისინი. აბა ყუდუშაური კარგი მომენტი დარტყმა ლორია და გამოიტანები მაინც როგორც აქცენტი კეთდებოდა აკადემიაზე ახალგაზრდულ სტრუქტურაზე. აბა ჯინჯოლავა კარგი პასი და კიდევ ერთი რეალური მომენტი და მათი ნახვა გულშემატკივარს აინტერესებს. ორივე ისეთი ფეხბურთელია. ჯერ მომენტი ვნახოთ, კიდევ ერთი დარტყმა იორო და ძელი გადარჩა იბერია. ხური იგით მეორე ჩაწოდება, არეულობა ისევ საჯარიმოში, კიდევ ერთი დარტყმა, ესეც დაიბლოკა. დონკორი და რა გოლი გავიდა. ისეთი გამეორებით რამუშის ჩაწოდება. კალანდაძე ერთი დარტყმა და მეორე უკვე დონკორისა საჯარიმოს გარედან. კიდევ ერთხელ ნანაკოფი დონკორი ხდება დინამოს გამორჩეული მოთამაშე. ძელი ხარიხა და შემდეგ ბურთი აღმოჩნდა კარში. მეგრელიშვილის დარჩა უშანსოდ. ამ სეზონში უდავოდ არის ეს ლეგიონერი, ალბათ ლეგიონერებს შორის საუკეთესო კურდიჩთან ერთად დინამოს მხარეს და ძალიან დიდი პროგრესი აქვს ამ ფეხბურთელს შარშანს თამაშობდა. და ესე სოლო გააგრძელა ხარებაშვილზე, რბილი პასი, არ გამოვიდა დარტყმა, მაგრამ აქ უკვე შეიძლება იორო და ამუშავა ბურთი კალანდაძე საჯარიმოს გარედან დარტყმა და ეს დარტყმა უკვე არაზუსტია. სადღაც სამწუხაროდ ბუდუზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგიდან გავარდა ჰაიდენჰაიმთან ერთად, მან ბევრი იშრომა, იბრძოლა, 6 გოლი გაიტანა დუბლი ბაიერნთან, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდი გავარდა, აქ მეორე გოლი გაიტანა დინამო თბილისმა, ისევ კუთხური, ისევ სტანდარტი და რამუში აწვდიდა ისევ დაასწრო ყველას, თამაშის წესების დარღვევა არ იყო, ზოური ცდილობდა გამოტანას, მაგრამ ბურთს უკვე ჰქონდა გადაკვეთილი კარის ხაზი. და ისევ სტანდარტიდან დინამო თბილისი იგებს. დინამოსთვის ეს არის უკვე მე-17 გატანილი გოლი, 21 შეტევის გაგრძელების საშუალება. 3-3-ზე ამ თვალსაზრისით გუნდები გათანაბრდნენ ჩაწოდება საჯარიმოში. ყუდუშაური, ლორია დამაჯერებელია, ძალიან კარგად თამაშია შექმნილი. მე პირადად დიდი ხანია არ მინახავს დინამო არენაზე ამდენი გულშემატკივარი ვაწაძე. კარგი მომენტი, მეგრელიშვილი, ბრავო. მაშინ გრძელდება ონომა. და მარცხნივ არის ძალიან დიდი სივრცე, ორი ფეხბურთელი მიდის. თუ გაკეთდება პასი, ხარაიშვილი, გავიდა ეს გადაცემა, სირაძე, მეგრელიშვილი ყოჩახ, მაგრამ არა გაუვარდა ბურთი ხელიდან, დააყოვნეს. შემდეგ კვარაცხელია ერთი ცრუ მოძრაობა, მეორე დარტყმა შეუძლია, დარტყმა და გადარჩა უფრო მეტ სათამაშო დროსაც მიიღებს ის თემურ კეცვეიასკი. აქ 91 წუთი მიდის. უკვე ჯინჯოლავა ჩაწოდება ლორია, მოიგერია ბურთი და კიდევ ერთი კუთხური და დაიკარგა ბურთი, შეიძლება აქ ყველაფერი დამთავრდეს. დინამო შეტევაში, კვარაცხელია, მიიღო ბურთი, კვარაცხელი არა, ხარებაშვილი იყო ეს ფეხბურთელი და არტყა და არც ეს პასი გავიდა და კონტრშეტევით თუ დაამთავრებს დინამო, არა. კონტრშეტევა აღარ იქნება, მატჩი დასრულდა, თბილისური დერბი დინამომ მოიგო ანგარიშით 2-0.